პრემიების საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. ირინე წუწუნავა ბათუმის საკრებულოს წევრების ფინანსური წახალისები დაინტერესდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 5 თვის განმავლობაში ხალხის რჩეულებმა პრემიის სახით 70,000 ლარზე მეტი მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარეს კი რეგიონის პირველ პირზე მეტი სახელფასო დანამატი ერგო. რა დამსახურებისთვის მიიღეს დეპუტატებმა პრემიები და რატომ იკავებენ თავს კომენტარისგან საკრებულოს წევრები? ირინე წუწუნავა დეტალებით. ჩავლეიშვილი ირაკლი საკრებულოს თავმჯდომარე 9625 ლარი, კახიძე ჯუმბერ თავმჯდომარის პირველი მოადგილე 7525 ლარი, ვერულიძე ვაჟა თავმჯდომარის მოადგილე 7175 ლარი. ქალაქის ბიუჯეტიდან საკრებულოს წევრებზე პრემიის სახით 5 თვეზე 72215 ლარი გამოიწერა. საკრებულოს წევრებს შორის ყველაზე დიდი თანხა რანგით უფროს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ერგო. ირაკლი ჩავლეიშვილის პრემია მხოლოდ საკრებულოს წევრებისას არ აღემატება. თვითმმართველი ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა 5 თვის პრემიის ოდენობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც გაუსწრო. რა დამსახურებისთვის მიიღეს პრემია ბათუმელების არჩეულმა დეპუტატებმა ჩვენს მიერ გამოთხოვილ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიქსირდება. განმარტებებს არ აკეთებს ირაკლი ჩავლეიშვილი. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს თემაზე საუბარი არ ისურვა. 5 თვეში მიღებული პრემიის დამსახურებაზე არ საუბრობს არც ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე ყოფილი მოადგილე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ჯუმბერ კახიძემ დღეს წინა მოწვევის საკრებულოს ვადის ამოწურვამდე დარიცხულ 7525 ლართან დაკავშირებით სატელევიზიო განმარტებებს თავი აარიდა. მიზეზად მან ქალაგარეთ ყოფნა დაასახელა. აჭარის რეგიონში გაცემულ პრემიებს გამოხმაურება მოყვა კანონმდებლების მხრიდან. მანკიერი პრაქტიკა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას ერთხელ და სამუდამოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრმა მისი სისტემურობა და მოგეხსენება თქვენ მთავრობა სპეციალური ერთგვარი სისტემა უკვე ჩამოყალიბდა ამ სისტემაზე და გარდა ამისა ქალბატონ თინას ინიციატივასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომელმაც უნდა რომ უკვე საკანონმდებლო დონეზე გაამყაროს ის რომ ამგვარ მანკიერ პრაქტიკას საქართველოში აღარ ექნება ადგილი და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვება ამ საკითხს. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. კანონმდებლებისგან განსხვავებით საჯარო უწყებებში პრემიების გაცემაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ქვეყნის მთავარი ფინანსისტი. ნოდარ ხადურის განცხადებით სახელფასო დანამატისა და პრემიების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივაა. ისინი უშუალოდ არ გვექვემდებარებიან თქვენჩით, რომ ყველა რაიონს ყავს თავისი არჩეული გამგებელი და ყველა ბიუჯეტი არის დამოუკიდებელი, მაგრამ მე პირობას გაძლევს, რომ მოვიკითხავ ამ ინფორმაციას. იქნება თუ არა პრემიების გაცემა კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივა საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზეა დამოკიდებული. მინისტრთა კაბინეტში ირწმუნებია, რომ საპრემიო სისტემა უკვე ჩამოყალიბდა. პრემიების გაცემის რეგულაციებზე მუშაობენ პარლამენტშიც. საკანონმდებლო ორგანოს მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი საკუთარ კანონ პროექტს წარუდგენს.